მოგესალმებით, სვირფასო ტელემაყურებლებო, თავისუფალი ტრიბუნა ეთმობა მოძრაობას სამართლიანი საქართველოსთვის. მე გახლავართ ამ მოძრაობის გამგეობის წევრი თამარ ჯუღელი. წარმოგიდგენთ ჩვენი გამგეობის წევრებს ბატონ კონსტანტინე ფორჩხიძეს და ბატონ ხვიჩა ასანიძეს. დღევანდელი 1 საათიანი ეთერი მინდა სხვადასხვა პრობლემებს დაუთმო, მაგრამ ვიდრე პრობლემებზე გადავიდოდე, მინდა კარდაკარ დავალიანებასთან დაკავშირებით მდგომარეობა გავაცნო მოსახლეობას. მინდა მოსახლეობისთვის ცნობილი გახდეს, რომ 30 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა გადმოგვცა საახსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც დავალიანება, რომელიც შეადგენს 325.093 ლარს, მოვალე ზურაბ ნოღაიდელს დაეკისრა გადაიხადოს მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის სასარგებლოდ. 3 აპრილს კერძო აღმასრულებლის ბატონ ნიკა ელოშვილის მიერ წარმოებაში მიღებული იქნა ზემოთაღნიშნული საქმე და დაიწყო საახსრულებო წარმოება. საახსრულებო წარმოების პროცესში მოვალე ზურაბ ნოღაიდელს განემარტა თავისი უფლება-მოვალეობები და განესაზღვრა 7 დღიანი ვადა. მოგეხსენებათ, რომ ეს არის ნებაყოფლობითი ვადა, რომ მოვალე მხარემ დაფაროს დავალიანება 7 დღის განმავლობაში. 7 დღიანი ვადის დენა დაიწყო და სრულდება დღეს 20 აპრილს და ხვალიდან უკვე იწყება იძულებითი აღსრულება, ვინაიდან მოვალე ზურაბ ნოღაიდელმა უარი თქვა ნებაყოფლობით თანხის გადახდაზე. უფრო მეტიც, მან დაიწყო ქონების გასხვისება და სხვადასხვა გზით გადამალვა. მე ხელთ მაქვს ხელშეკრულება წილის დათმობის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს ერთის მხრივ ზურაბ ნოღაიდელი, ხოლო მეორეს მხრივ მისი მეუღლე ნინო ცინცაბაძე ნოღაიდელი. ხელშეკრულების წილის დათმობა შეეხება ენკონსტანტინგის 100%-იან წილს, რომელიც იყო ზურაბ ნოღაიდელის მფლობელობაში. მაგრამ ჩვენ და სასარგებლოდ და ჩვენ და სასიკეთოდ ამ წილის დარეგისტრირება საჯარო რეესტრში ვერ მოხერხდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ზურაბ ნოღაიდელი კერძო აღმასრულებლის მიერ მოვალეთა რეესტრში იქნა ჩასმული ჩვენი საახსრულებო ფურცლის გათვალისწინებით და ამ ცვლილების დარეგისტრირება ბატონმა ზურაბ ნოღაიდელმა ვერ მოახერხა. გარდა ამისა, აღსრულების პროცესში გამოიკვეთა მთელი რიგი დარღვევები, რომელსაც ზურაბ ნოღაიდელი ჩადის. კერძოდ მან გაასხვისა მიუხედავად აღმასრულებლის გაფრთხილებისა, მან გაასხვისა არაჟნის 50%-იანი წილი, ქობულეთის არაჟნის 50%-იანი წილი, რომელიც იყო ენკონსტანტინგის ბალანსზე, მიუხედავად აღმასრულებლის გაფრთხილებისა. ასევე მინდა თქვა, რომ ჩვენთვის ცნობილია, რომ ენკონსტანტინგის, რომლის 100%-იანი წილი მფლობელი ზურაბ ნოღაიდელია, ხელოვნურად წარმოგვიდგინა მისმა დირექტორმა ბატონმა ზურაბ ანთელიძემ ბალანსი, სადაც ხელოვნურად გაზრდილია დავალიანებები ამ შეპესზე რიცხული და მაგალითად ესეთი დავალიანება აქვს ამ შეპესეს ზურაბ ნოღაიდელს, აქვს თავისი მეუღლის ვალი 2 მილიონი ლარი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნოღაიდელი მართსაწინააღმდეგოდ ცდილობს თავი აარიდოს აღსრულებაც. როგორც ზემოთ აღვნიშნებ, ხვალიდან იწყება იძულებითი აღსრულება და აუქციონზე გავა მთელი რიგი ქონებები, მატერიალური და არამატერიალური ღირებულებები, რომლებიც ერთ-ერთი წილი, რომელიც არის ენკონსტანტინგის წილი, მასზე რიცხულია ტელეკომპანია მაესტროს აპარატურა. გუშინ იყო შემოთავაზება ჩვენი მოძრაობის თავმჯდომარეს ბატონ სერგო ჯავახიძეს, ბატონი ზურაბ ნოღაიდელის წარმომადგენლებმა შესთავაზეს ტელეკომპანია მაესტროს აპარატურის სანაცვლოდ დავალიანების დაფარვა. კერძოდ ენკონსტანტინგის ბალანსზე რიცხული მაესტროს აპარატურა, რომლის საფუძველზეც მაესტრო გადის პირდაპირ ეთერში, ამ აპარატურის სანაცვლოდ ჩვენ უნდა დაგვეთმო 325.093 ლარი, მაგრამ ჩვენმა ლიდერმა ბატონმა სერგო ჯავახიძემ კატეგორიული უარი განაცხადა ამ აპარატურაზე,
უფრო მეტიც ჩვენ აღსრულების პირველი დღიდან კი არა, არამედ სასამართლოს დაწყების პირველი დღიდან ვაპელირებდით თემაზე, რომ ჩვენ მაესტროს ქონებას არ შევეხებოდით და ჩვენ არ გვაინტერესებდა ტელეკომპანია მაესტროს ქონება. მინდა მოუწოდო ბატონ ზურაბ ნოღაიდელს, რომ მოექცეს სამართლებრივ ჩარჩოში, უზრუნველყოს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ნებაყოფლობით წინააღმდეგ შემთხვევაში ხვალიდან იწყება იძულებითი აღსრულება და მისი ქონება მათ შორის 100%-იანი წილი ენკოსანტიკის გავა აუქციონზე და გასხვისდება. ეს რაც შეეხებოდა აღსრულების თემას, იმ თემას, რაც აღსრულების პერიოდში მიდის, მინდოდა მოსახლეობისთვის ცნობილი ყოფილიყო, რადგან მოსახლეობის საქართველოს მასშტაბით ძალიან დიდი მასა მოსახლეობის ელოდება ამ კარტ დავალიანების დაფარვას, გვირეკავენ რაიონებში მოსახლეობა ინფორმირებული არ არის და ამიტომ მინდოდა ეს ინფორმაცია მათთვის მიმეწოდებინა. რაც შეეხება საქართველოში არსებულ პრობლემებს და რაც შეეხება დღესდღეობით პოლიტიკურ მდგომარეობას, პირველ პრობლემად, პირველ თემად მინდა რუსეთ-საქართველოს ორმაგი სტანდარტების შესახებ თემა წამოვწიო. მინდა ბატონ კოტესთან მინდა გადავიდე სიტყვით და ვთხოვ მას, რომ აფხაზეთში და ოსეთში შეინიშნება ბატონო კონსტანტინე დიდი ტექნიკის მობილიზება. იგივე მინდა შევეხოთ ლავროვის განცხადებას. აი ამ თემებთან დაკავშირებით თუ შეგიძლიათ? ძალიან კარგი, მოგესალმებით. თემა არის ძალზედ აქტუალური, მით უმეტეს რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იძაბება ასე ვთქვათ, შიდა პოლიტიკური ვითარება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საუბარია სამაჩაბლოზე და საუბარია აფხაზეთზეც, ალბათ საზოგადოებისათვის ცნობილია ინფორმაციები იმის შესახებ, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტზე მოხდა თავდასხმა, იგი გადაურჩა ამ თავდასხმას, ახლა იკვეთება, რომ ამ თავდასხმაში მონაწილეობდნენ ეს განპირობებულია შიდა პოლიტიკური დაპირისპირებით, ყოფილი პრეზიდენტის ახლო ნათესავები არიან ჩარეული ამაში, ჩარეულია საგარეო საქმეთა მინისტრის დე-ფაქტოსი ყოფილის სერგეი შამბას შვილიც, რამდენად ზუსტია ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ ჩვენთვის მთლად ცნობილი არ არის, მაგრამ თვითონ ფაქტი ამის შესახებ და ფაქტი რა ინფორმაციები ჩვენ მოგდის აფხაზეთიდან და გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მივიღოთ ეს ინფორმაციები, ძალზედ რთული ვითარებაა უშუალოდ აფხაზეთშიც და რაც შეეხება სამაჩაბლოსში კარგად ვიცით, რომ გაიმარჯვა ასე ვთქვათ დე-ფაქტო პრეზიდენტმა ყოფილი კგბ-ს სტრუქტურის წარმომადგენელმა და რა პირობებით დაიწყებს ის მართვას ამ ტერიტორიის, ჩვენთვის გასაგებია. ამას ემატება ისიც, რომ 2012 წლის სექტემბერში როგორც დაანონსებული აქვს უკვე რუსეთს და მათ დაანონსეს ეს ძალიან დიდი ხნით ადრე, მინდა ვთქვათ, ჩატარდება მასშტაბური სწავლებები ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე, კრასნოდარის ოლქში და არ არის გამორიცხული, რომ ეს ამ სწავლებების გარკვეულმა ნაწილმა გადმოინაცვლოს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე, კერძოდ ჩართული იქნეს რუსული სამხედრო ქვედანაყოფები ამ სწავლებებში. ხოლო რას ნიშნავს საქართველოს ტერიტორიაზე ასეთი სწავლებების ჩატარება, არის ნათელი მაგალითი, ამის ნათელი მაგალითი ჩვენ გვაქვს უშუალოდ იმ წარსულიდან, როგორც ვიცით 2008 წლის მოვლენები დაიწყო სწორედ ამ სწავლებებით, რომლებიც ამავე ოლქში ჩატარდა და ამას მოყვა შემდგომ მასშტაბური გლობალური დაპირისპირება რუსეთსა და საქართველოს შორის. უფრო სწორედ ესკალაცია თორე ეს დაპირისპირება 20 წელიწადი აგრძელდება, დაწყებული 91 წლიდან და დამთავრებული დღევანდელ დღემდე. მაგრამ ამას ჰქონდა აქტიური ფაზა, ამას ჰქონდა ცოტა პასიური ფაზებიც.
მაგრამ ჩვენ ვარაუდობთ, რომ გლობალურად უნდა შევხედოთ ამ პრობლემებს და ქვეყანა დგას საშიშროების წინაშე. დღეს ჩვენ გავაკეთეთ განცხადება ამის თაობაზე ინტერნეტ საშუალებებით, გავავრცელეთ ინფორმაციები და მოვითხოვეთ კატეგორიულად, რათა აღდგეს ეროვნული უსაფრთხოების ეროვნული უსაფრთხოების, ასე ვთქვათ, უშიშროების ფორმატის გაფართოება. მით უმეტეს, რომ ასეთი მაგალითი და ასეთი პრეცედენტი უკვე არსებობდა და მასში ჩართული იყვნენ სხვა პოლიტიკური პარტიები. ჩვენ არ ვითხოვთ ამას პირველად, ჩვენ ამას ვითხოვთ უკვე მერამდენეთ, მაგრამ სამწუხაროდ ხელისუფლება ამ თემასთან დაკავშირებით არის გაჩუმებული. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ და ვითხოვთ კატეგორიულად, რომ უნდა გაფართოვდეს უშიშროების საბჭოს ფორმატი, რათა არ მიეცეს ხელისუფლებას და ამაში უნდა იყოს ჩართული ის პასუხისმგებელი პოლიტიკური ძალები, ვინც თავს მოვალეთ თვლის, რომ მისთვის და ვისთვისაც პრიორიტეტულია ეს ამოცანა, რომ ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით ჩართული უნდა იყვნენ ეს პოლიტიკური ძალები და ამ პოლიტიკურმა ძალებმაც უნდა იყოს პასუხისმგებლობა თავის თავზე და არ მიცეს ხელისუფლებას ისეთი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა, გაუაზრებელი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა, რამაც შეგვიძლია მიგვიყვანოს რუსეთ-საქართველოს ასე ვთქვათ, შემდგომი დაპირისპირების პროვოცირებამდე. აი ეს მინდოდა მეთქვა მე ამასთან დაკავშირებით, მინდა ერთი-ორი სიტყვითაც შევეხო ჩვენი ხელისუფლების პოზიციებს. ამ თემებთან დაკავშირებით სავსებით არაადეკვატურია ხელისუფლების მოქმედებები, მისი განცხადებები. ლავროვის განცხადება საკმარისია ამასთან დაკავშირებით, რომელიც მან ბრიუსელში ნატო შტაბ-ბინაში გააკეთა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის ფარგლებში. ეს იყო აგრესიული ხისტი დამოკიდებულება, რამაც შესაძლებელია, რაც შეიძლება იყოს გამომწვევი ჩვენი ასე ვთქვათ, ხელისუფლების მისამართით და ისინიც ალბათ ელოდებიან ასეთივე აგრესიულ და ხის განცხადებებს ჩვენი მხრიდან. ამიტომ ვითხოვთ ჩვენ ამას, რომ ვაცნობიერებთ თუ რა საშიშროების წინაშე შეიძლება დადგეს ქვეყანა და ქვეყანა შეიძლება დადგეს ისეთი საშიშროების წინაშე, რომ ჩვენ საერთოდ შეიძლება დავკარგოთ ჩვენი დამოუკიდებლობა და რუსეთს მით უმეტეს როცა რუსეთს დაანონსებული აქვს ასე ვთქვათ ევრაზიული რაღაც კავშირის შექმნის შესაძლებლობა. ორმაგი სტანდარტები, იმიტომ ვახსენე მე, რომ ჩვენი ხელისუფლების სიტყვა და საქმე ერთმანეთისგან განსხვავდება. ჩვენი ხელისუფლება ამ შემთხვევაში ხანდისხან ეძებს ხოლმე ქართველებში პოლიტიკურად, ასე ვთქვათ, ისეთ გააქტიურებულ ფიგურებში, მაგალითად როგორც აბიძინა ივანიშვილი, სხვაებიც, ვინც მაგალითად რუსეთში ფული იშოვა, ჩამოვიდა საქართველოში, FSB-ს სუნს, ხოლო ვერ გძნობს იმას, რომ საქართველოში მოღვაწეობენ რუსეთის ასე ვთქვათ ბიზნესმენები, რომელთა წარმომავლობას და რომელთა ფულის წარმომავლობაც დიდი ეჭვია, რომ პირდაპირ FSB-ზეა მიმული. ასეთები არიან მაგალითად ყუროში, ჩამოვგითვლით პოვარენკინი, რაპოპორტი, კრიუკოვი, გენერალოვი და ასე შემდეგ. ალბათ საზოგადოებისათვის ეს გვარები ნაკლებად ცნობილია, მაგრამ ეს პირები ზუსტად ახორციელებენ საქართველოში უძრავი ქონების შეძენის, გადავიდნენ უკვე უძრავი ქონების შეძენაზე და უძრავი ქონების შეძენა ნიშნავს ფაქტიურად რუსეთის ხელში გადასვლას ჩვენი ეკონომიკის გარკვეული ნაწილის. აი ეს მინდოდა მეთქვა, ამაზე სამწუხაროდ ხელისუფლება არ ამახვილებს ყურადღებას. გამოსავალი ის არის, რაც ჩვენ თქვით, ეს უნდა იყოს გლობალური განხილვის თემა, ეს უნდა ესეთი თემები უნდა იყოს წამოწეული ზუსტად ეროვნული უშიშროების საბჭოს გაფართოებულ ფორმატში და გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული კონსენსუსის გზით და გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ჩვენი ქვეყნის ასე ვთქვათ იმ ვითარებიდან გამომდინარე არავითარებაშიც დღეს ჩვენი ქვეყანა იმყოფება. აი ეს მინდოდა მეთქვა ამასთან დაკავშირებით. ბატონო კონსტანტინე, ძალიან დიდი მადლობა. მინდა მოსახლეობისთვის ერთი პრობლემასაც არ დავარქმევ. დღეს არსებული საქართველოში არსებული მდგომარეობა, მოგეხსენებათ, არჩევნები არის კარზე მომდგარი, ოქტომბერში უკვე არჩევნები და დანიშნულია, უკვე შევდივართ აქტიურ ფაზაში და საქართველოში ხდება ის, რომ ხდება კვლევები, არის კვლევების ომი ფაქტიურად. სხვადასხვა კვლევითი ცენტრი სხვადასხვა
დასკვნებს აქვეყნებს. Აი ამ თემასთან დაკავშირებით ბატონო კონსტანტინე, არჩევნებთან დაკავშირებით, აი ამ ცნობილ კვლევებთან დაკავშირებით, აი ამასთან დაკავშირებით თქვენი აზრი? ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული თემაა და ძალზედ მნიშვნელოვანი თემა არის, მინდა ვთქვა, იმიტომ რომ მიმდინარეობს ამ კვლევებით მანიპულირება, მიმდინარეობს ამომრჩევლის ზომბირება, ორი პოლუსი, რომელიც გაყოფილია დღეს და იძახიან ორპოლუსიანია, მაგრამ მე არ ვიზიარებ ამას, რომ ეს დღევანდელი ჩვენი პოლიტიკა ორპოლუსიანია. რას ეძახიან პოლუსებს არ ვიცი, შეიძლება პოლიტიკურ სპექტრში მონაწილეობდეს ბევრი, ასე ვთქვათ, სუბიექტი. სწორედ მიმართულია ეს ყველაფერი იქითკენ, რომ აი ორპოლუსად გაიყოს და დანარჩენი პოლიტიკური მოთამაშეები არ უნდა ჩანდნენ ამ კვლევებში. ერთი ფრთა იძახის, რომ ჩვენ გვაქვს 60% მაგალითად ნაციონალური მოძრაობა დაახლოებით, ხო? მე ხა ზუსტად ციფრებს არ ვიტყვი. მეორე ფრთა იძახის, რომ ნაციონალურ მოძრაობას აქვს 10-15% ბიძინა ივანიშვილის გუშინ წინდელი განცხადება. თუ როდის იყო საჩხერეში ჩატარებული შეხვედრის დროს 10-15%. მოკლედ ორივე მხრიდან არის სავსებით არაადეკვატური შეფასებები, არაადეკვატური, ასე ვთქვათ, შეფასება იმ სიტუაციის, რა სიტუაციაც დღეს მათ რეალურად აქვს. ამას საფუძველს უყრის ზუსტად ის კვლევები. მე მინდა მადლობა უთხრა NDI-ის ხელმძღვანელობას, იმიტომ რომ ჩვენ მე ბატონი სერგო და ჩვენი თავმჯდომარე და ქალბატონი თამუნა ვიყავით ამ კვლევის პრეზენტაციაზე და იქ გამოითქვა სხვათა შორის ჩვენს მიერ დაფიქსირდა სამდოობის თვალსაზრისით ეჭვის შეტანა არ შეიძლება NDI-ის და AIRA-ის ნაირი მსგავსი ორგანიზაციების ასე ვთქვათ კვალიფიკაციაში, მაგრამ ჩვენ გამოვთქვით ჩვენი მოსაზრება, ჩვენი ასე ვთქვათ შეთავაზება იმისი, რომ უფრო ყურადღებით ყოფილიყვნენ იმ დაქირავებულ ორგანიზაციებთან, ვისი მეშვეობითაც ისინი საველე სამუშაოებს აწარმოებენ. ჩვენ მაგალითად ვართ კვალიფიცირებული სუბიექტი და რატო არ ჩავართ იცით ამ კვლევებში? იმიტომ არ ჩავართ, რომ კვლევებში საერთოდ არ შევყავართ არავის. ანუ თუ ადამიანს მიუტანენ იმას, რა ქვია, კვლევის ფურცელს და იმ კვლევის ფურცელში არ წერია მოძრაობა სამართლიანი საქართველოსათვის და არა მარტო მოძრაობა სამართლიანი საქართველოსათვის, ბევრი კვალიფიცირებული პოლიტიკური სუბიექტი არ არის შეტანილი ამ კვლევებში და ეს კეთება მე მგონია სპეციალურად და ჩვენ ვთხოვეთ ბატონ ლუის ნავაროს, ვთხოვეთ AIRA-ის, რომ ამას მიექცეს დიდი ყურადღება იმისათვის, რომ ის პროცენტი ჩვენ ხო ვიცით, არა ჩვენ თვითონაც ვატარებთ ამ კვლევებს, შიდა კვლევებს, პოლიტიკურ კვლევებს და ვიცით, სად რა დასაყრდენი გაგვაჩნია და არავის ნაკლები დასაყრდენი არ აქვს მოძრაობა სამართლიან საქართველოს დღეს, თუნდაც ის გორის შეხვედრა, თუნდაც რომ გაგრძელებული იყო ეს ყველაფერი ჩვენ ამას დავანახავთ, მაგრამ ალბათ უფრო შემდეგ ბატონი ხვიჩა უფრო კარგად ისაუბრებს ამ თემაზე, თუ რა პრობლემები გვაქვს კიდევ ამასთან დაკავშირებით იმისათვის, რომ დღეს ფაქტიურად ანგარიშები გაჩერებული გვაქვს და გაჩერებული გვაქვს ზუსტად ამ კვლევითი ორგანიზაციების საქმიანობისა გამო, ასე ვთქვათ, მიზანმიმართული ქმედებებისა გამო ჩვენი მოძრაობის წინააღმდეგ. აი ეს მინდოდა მეთქვა ამ კვლევებთან დაკავშირებით. დიდი მადლობა. თუმცა ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული კვლევები ფაქტიურად რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. კი, რა თქმა უნდა. კარგით, ძალიან დიდი მადლობა. მინდა ბატონ ხვიჩასთან გადავიდე სიტყვით, ბატონო ხვიჩა. საქართველოში არსებული მძიმე სოციალური ფონიდან გამომდინარე, არაერთი პრობლემა, სოციალურ პრობლემაზე შემიძლია გესაუბრეთ, შეკითხვა დაგისვათ. მაგრამ პირველი რაც ჩემთვის ეხა ამ ეტაპზე საინტერესოა, მინდა კითხოთ სოციალურად დაუცველი სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით რაღაც ცვლილებები იგეგმება და თქვენი მოსაზრება ამ თემასთან დაკავშირებით ჩემთვის საკმაოდ მისაღები იყო და იქნებ მოსახლეობისთვისაც, რომ ცნობილი გახდეს აი ამ სოციალურად დაუცველი სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით. მადლობა, მე ვისარგებლებ შემთხვევით თქვენთან ერთად მეულოცავ ქართულ და საქართველოში ცხოვრობ ყველა მართლმადიდებელს, ქრისტიან ყველა მართლმადიდებელს, რა თქმა უნდა, აღდგომის წინვალ დღესასწაულს, ეს კვირა არის კიდევ ბრწყინვალე შვიდეულის კვირა, გვენახოთ ჩვენი საქართველო გაბრწყინებული, ქართველი ხალხი გალამაზებული, გალაღებული და შემდეგ აღდგომას მართლაც ამ უნამუსო
ნაციონალებთან ერთად ეგრეთ წოდებული ოპოზიცია არ გვენახოს ქვეყნის სათავეში. წყევლაში და იმაში არ მინახა ეს გადავიდეს სათავეში და იმაში ჭეშმარიტი ქართველი და ჭეშმარიტი მართლმადებელი